მოკლედ ახლა ვარ ქუთაისში და მივდივარ Fit Factory-ში, ესე ქვია დარბაზს, არ ვიცი როგორია და ვნახოთ. მაგრამ იქამდე იდეაში ვიყავი პოლონეთში, პატარა ლამაზ კადრებს გავუშვებ ახლა. შემდეგ აქ ჩამოვედი და რა თქმა უნდა მოვინახულებ აქაური საყვარელი ლოკაციებიც. მოდი რამდენიმე წამი გადავავლოთ თვალი ამ ლამაზ ლოკაციებს და მერე შევაფასოთ Fit Factory. Ну, ეხა ის დამიწევ რა. დაგიხმარებოდი, ой. სულგიც გამოვა. ის შემდეგ იმის უნდა გავაკეთო. მაგრამ ეთქობა ძალაში. როგორ ერთი კვირა ისე დავარღვიე. ვერ ვარ ჩამეგდია ლუდის გარეშე. კაი დარბაზია მოწვი. ჩემ მოლოდინებს გადააჭარბა. დიდი სივრცე. ყველა ტრენაჟორი. სივრცეებს შორის კიდე სივრცეები რო კომფორტულად იგზნო თავი. სიმჭიდროვე არ იყოს. სუფთა, ესთეტიური. ესეთიც აი, მოკლედ დავიწყოთ ახლა მეორე ვარჯიში. სადგამი არ მომაქვს, ფიზიკურად ვერ წავიღე პოლონეთში და უბრალოდ მინი სამაგრით ვცდილობ ხოლმე რომ კადრები იყოს იდეალური. რახან წაიღო? 15 გავაკეთე. მაგრამ ფაქტია რომ ხუთიანები უნდა დავამატო. ძალიან კარგი დარბაზია, იერად ძალიან უწოც. რახან ბეცი არ მაქვს წყალი. ნუ მართალია ერთი კვირა ამოვაგდე, მაგრამ დღეს შემეძლო არ გამეკეთებინა, ხოლო ჩავა თბილისში და ზე გამეკეთებინა ვარჯიში რა. მაგრამ პირველ რიგში ქუთაისში დავუტესტავ ამ დარბაზს და მეორე რიგში დღეს მინდა ვისაუბრო კონსისტენციაზე რა, ჩაგდებების გარეშე, ვარჯიშის, კვების და ასე შემდეგ. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. ერთი მითქვაც და всё.
ყვების და ვარჯიშის გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ, არის განგრძობითად შემორჩა. შესაძლებელია ჩიტული გქონდეს ადამიანი და ეს რაღაცები ხდება. მაქსიმალური შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ ეს მუდმივობის ფაქტორი გავითვალისწინოთ აუცილებლად. ან შეიძლება ერთხელ ჩაგვივარდა ოპერაში ერთხელ ან ოპერაში ერთხელ გვაჩიტდე, თუმცა ეს არის საკუთარი თავის წასახალისებლად ან იმ სტრესის ჰორმონის არ გამოსაყოფად, რადგანაც თუ ისტრესები რომ მუდმივად ჭამი იმ საჭმელს, რომლებიც ჯანსაღია და ხანდახან გინდა რომ ტრაფიკების ობიექტებს შევვარო, სტანდარტულად შეგიძლია რომ ეს გააკეთო რა. ჩიტდეის დარღვევის დღეს. როგორც სადღაც სამეგობრო მიდის, შეიძლება არ არღო ყვებით, მაგრამ დარბაზში მისვლას ვერ აცებ. არა უშავს, შეუძლია რომ წახვიდე ბედნიერების ჰორმონი გამოიყოს და სხვა დღეს ივარჯიში, მან ჩააგდო ის ერთი ვარჯიში. თუმცა ეს არ უნდა გახდეს მუდმივი უნდა გახდეს ვარჯიში. და რატო? რამდენიმე ფაქტორი არის, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით დადებითად მოქმედებს თქვენ ვარჯიშს. პირველი რა თქმა უნდა ძალიან მარტივად მაქსიმალური შედეგია რა. თუ ივარჯიშებ თქვა წელიწადში 12 თვიდან მხოლოდ და მხოლოდ 4 თვეს, ან 6 თვეს და სხვა თვეებში ჩააგდებ და მაქსიმალურად აუვარდილი იქნები, შენი შედეგი არასდროს არ იქნება ბოლომდე მიღწეული რა. როგორც თავიდან ვახსენე რა, შენი ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს. და დარბაზი არ უნდა იყოს კუფუნების საგანი ან აუცილებლობის დროს მხოლოდ გამოსაყენებელი რომ უნდა დავიკვირ, არამედ ცხოვრების წესი, როგორც ყვება, როგორც წყლის დალევა, როგორც ძილი, ჭირდება ორგანიზმს და ფიზიკური კავშირი, სიჭირდება მოძრაობა, აქტივობა და ასე შემდეგ. შეიძლება შუა საუკუნეებში და ქვის ხანის დროს ადამიანები საკვების მოსაპოვებლად ისედაც ფიზიკურად აქტიურები იყვნენ, მაგრამ ეხლა შედარებით ნაკლებად მოძრაობს ადამიანი და აქედან გამომდინარე მას სჭირდება ჯანსაღი ცხოვრებისთვის ეს ფიზიკური აქტივობა. ასევე არის მეორე ფაქტორი, რომელსაც ჩვევად ჩამოყალიბება ან როგორ შეიძლება დავარქვათ, ჩვევების მიღება, ჩვევების შენარჩუნება, ახალი ჩვევის შემოღება შენ ცხოვრებაში ეწოდება რა და რას გულისხმობს. კვლევა მაქვს საკითხული, რომელშიც ადამიანს დაახლოებით 60-დან 64 დღე ჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ქმედება ჩვევაში გადაეზრდოს. და რას გულისხმობს ეს? თუ რაღაც ერთ კონკრეტულს გააკეთებ 64 ჯერ ზედიზედ, მაგრამ ვარჯიში ყოველდღე არ ხდება. ხო, ახლა გამომდინარე 64 ვარჯიში არ უნდა ჩააგდო და უნდა წახვიდე დაძალებით თუ ის. შემდეგ გამოგიმუშავდება ჩვევა და ამას არ გააკეთებ შეხსენებით ან რამე მსგავსი, არამედ ბუნებრივად რა, როგორც დგები და წყალს სვავ, თუმცა ბევრი ამას არ შვება. აი როგორც ჩვევა აქვს ყველას გამომუშავებული, ეხლა რომ დილით რო ადგებიან, პირდაპირ იღებენ ტელეფონს. იმიტომ რომ დაახლოებით 64 დღე ეს ერთი და იგივე ყველამ გააკეთა, ხო? და ეხლა ავტომატურად გონება, იმდენად არის შეჩვეულო, ადგომის დროს ხელი გადადის და იღებს ტელეფონს. ზუსტად იგივენაირი არის ესეც. და თუ იმ კონსისტენციამდე მივაჩვენი გონება, რომ ფიზიკური აქტივობა დარბაზში მისვლა, თუნდაც კარდიოსთვის, თუნდაც მცირე წონების ასაწევად იოგა არ აქვს მნიშვნელობა, ხო? 64 ჯერ განგრძობითად გააკეთე. ეს შოუში გადავა და უკვე გონება ავტომატურად დაგაკეთებინებს, შეგახსენებს და ასე შემდეგ რა. მესამე ფაქტორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც კი, არის ფსიქიკურად სიჯანსაღი რა. ზოგადად ვარჯიში არა მხოლოდ ჩვენ ფიზიკურ შესაძლებლობებზე, არამედ გონებაზეც მოქმედებს საკმაოდ დადებითად, რაც უკვე წინა ვარჯიშებზე აგიხსენით. ეს მუდმივი განგრძობითად ამის კეთება ავტომატურად ჩვენს სხეულს და გონებას აიძულებს, რომ პოზიტიური აზროვნებისკენ ვიყოთ მიმართული, ვიყოთ უფრო აქტიური, ვიყოთ უფრო პროდუქტიული და ჩვენი ყოველი დღე იყოს უფრო ბედნიერი ვიდრე ზოგადად. და შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენს
ქცევებზე, ხასიათებზე, აზროვნებაზე აისახება იმდენად დადებითად, რომ ვიგრძნოთ. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ გარშემოყოფები. ამ ვარჯიშს ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე. Просто ეხლა სხვა ვარჯიშებს ფიზიკურად ვერ გადავუღებდი რა. ამ ვარჯიშის პლუსი არის ის, რომ ტრაპეციასაც ავარჯიშებს. რაღაც მხრივ კარგია, თუ ტრაპეციას არ ავარჯიშებ, რომ ეს გააკეთო, რომ ტრაპეციაც წამოვიდეს. იდეაში შეგიძლია ცალი ხელითაც გააკეთო. მოდი ახლა ეგრევე ვცადოთ რა. მე მაინც მირჩევნია ხოლმე, რომ ერთად გავაკეთო. იმიტომ რომ ცალი ხელით ამას რო ვაკეთებ, ხანდახან ცოტა ლაითად ვაკეთებ, არ ვიცი. რადგანაც წონების დამაგრება დამეზარა, ზედა აქვს 20 კილო და იმით ვაკეთებ და გავაკეთე 15, მერე 5 ცალ-ცალი ხელით და მერე კიდე 3 დავამატე. ხო იდეაში კიდე ის თქმა მინდოდა უშუალოდ მუდმივობის შესახებ რა. დადებითად მოქმედებს იმაზე, რომ ენერგია უფრო მეტი გაქვს და გონება უფრო კონცენტრირებული არის რა. რაც უფრო მეტს ვარჯიშობ და განგრძობითად, უფრო მეტი ენერგია გაქვს ეს განმავლობაში და უფრო კონცენტრირებული ხარ, გონება უფრო კარგად მუშაობს. დღეს სრულყოფილად ვერ ვივარჯიშებ, რადგან ზოგიერთ ვარჯიშს წიაგას მაგალითად ჭირდებოდა აუცილებლად ქამარი და მაგ ვარჯიშებს ვერ გავაკეთებ. თან რადგანაც სადგამი არ მაქვს და ვამაგრებ, ზოგან ფიზიკურად შეუძლებელი არის დაამაგრო, ამიტომ ქვემოდან დადგმული გადაღებული რაღაც გრძელი ფეხი გამომიჩენილი კადრით ვერ გადავიდე. ამიტომ უნდა დავტკბეთ ამ ლამაზი ვარჯიშებს. ასევე წინა ვიდეოში ვახსენე, რომ ზღუდული რაოდენობით ვიღებ ხალხს სავარჯიშოდ. აქედან გამომდინარე შემიძლია რამდენიმე ადამიანი ავიყვანო და გელით. რომ უშუალოდ მარტო ჩემ თავს კი არ გადავუყო, მაგრამ შედეგებიც განახოთ ეს ყველაფერი როგორ მიდის. ძალიან დიდი მადლობა იმ ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავთ. ყოველდღე მემატება ფოლოვერები 2-3, მაგრამ მაინც წინ მივდივართ, თავარია რომ წინ მივდივართ. ასევე პირადში ძალიან ბევრი მწერს. ვცდილობ მაქსიმალურად რომ გასაგება დავხსნა და რამდენიმე ადამიანმა შემიქო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. და თუ გინდა რომ ბევრმა გაიგოს, თუ გინდა რომ არხი განვითარდეს და subscribe და კომენტარი დაწელი ან მოიწონე ვიდეო. შემდეგი ვარჯიში არის ტრიცეპსის ამოწევები. ხო კიდე ერთი თხოვნა მაქვს რა. დარბაზში რომ მიხვალთ ჯინსები, რაღაც კლასიკური ნაჭრის შარვალი, კლასიკური საცმელი და ბამბის ზედა გრძელან მოკლე სახელოებიანი არ ჩაიცვით. მაგარი სიბანძია რა. ხო, საბოლოო ჯამში მოკლედ მუდმივობა დადებითად მოქმედებს შედეგის სწრაფად მიღებაზე, ხასიათზე და კონცენტრირების უნარზე. ამიტომ მეცადეთ ხოლმე რომ cheat days და აუცილებელი ჩაგდების დღეების გარდა ვარჯიში ჩვევაში გადაზარდოთ და არ ჩააგდოთ ხოლმე რა.
ვახ, უთაისელები მომწონს. ძალიან გემრიალთ ვარჯიშობენ. სიმღერები ძალიან მაღალზე არ აქვს ჩართული. და გადაღების დროს ხელს არავინ არ გიშლის, პირიქით გეკითხებიან, ხელს ხო არ გიშლი. ძალიან კარგია. 6 დღეობის დალევამ. აი რა გამეკითხა. ეს ერთიც და დღევანდელი ვარჯიში პოლონეთის და ქუთაისის ტრეფი მორჩა და განვაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში. შესანიშნავად. გამოწერა, დალაიქება, კომენტარის დაწერა და თუ შესაძლებელია მეგობრებთან გაზიარება არ დაგავიწყდეთ.